გამარჯობათ მეგობრებო, არხელამწერებო, კარგი ხალხი. გამარჯობა. მოკლედ მეგობრებო, პოლისში ვართ. ქვედა ქართლში, ხო? ქვედა ქართლში, კი ბატონო. მოკლედ გადავწყვით ეს მე და ბატონმა დავითმა და უანომ და საერთოდ ჩვენმა შემოქმედებელთა ჯგუფმა, რომელიც კიდე ერთი მძღოლისაგან შედგება. საქართველოში ყოფილა 68 ქალაქი. ბატონ დავით მე შენ 68 ქალაქში წაგიყვანა. ვა. ანუ რამოდენიმე ტურისტულ სააგენტოს მივწერეთ ამ რამოდენო დაგვეხმარეთ მეთქი გადაღებაში რა ანუ ხა მთელი საქართველოს მოვლა რა ვიცი ივისა თუ ჯორჯია კი გვეხმარება მაგრამ მარტო ერთი კომპანია ამდენ ტვირთს თავის თავზე ვერ აიღებს სოფული ვისესხებთ რომ რაღაც იქნება და არ ვიცი მოკლედ უთხრათო დაგვეხმარეთ მეთქი და პასუხი იყო აბსოლუტური სიჩუმე ერთმა კიდე მოგწერა რა ვიცი რაღაცამ დაარტყა თავში ალბათ მეც საქმე არ აქვს და ვის აინტერესებს ეგეთი რაღაცაო რა არა ვის აინტერესებს ხო არა ეგ ვაფშე რატო გადაწყვიტეთო რომ ქართველებს თუ საქართველოს არ ვიცი ახლა რამდენი ხართ ბოლისში ნამყოფი ხო მე პირველად ვახშობ ჩემ პირველად ახარ მაგრამ შეიძლება ნახევარი საქართველოს არ იყოს ნამყოფი ამიტომ დავიწყეთ ბოლნისით ხო და რავი შეიძლება ვინმე კიდევ ნახოთ ყველა ვარიანტში 10 კომპანიას რომ მიწერს სამოგზაუროს და 10-დან ერთი გამოგეპასუხება რომ რა სისულელე ჩაიფიქრეთო შეიძლება კიდე სხვა გამოგვეხმაუროს და გვერდზე დაგვიდგეს არ ვიცი მაგრამ მე პირადად ჯიგარი გამიფუჭდა რა რომ აი რომ მივწერო და რაღაცა მაგრამ არა უშავს მაინც ვეცდებით თუ არა თუ ვინმე საგაქვს სურვილი კონტ პირადობის ნომერს დავტოვეთ შეგიძლიათ რომ ამ პროექტს დაეხმაროთ იმიტომ რომ ჯერ აღმოსავლეთ საქართველოში ვართ მერე გადავალთ სვანეთში ხარ სვანეთში არა ვარ იქაც მივართ მე ძალიან მაინტერესებს ასე რომ მოდი ბოლნისზე ვილაპარაკოთ რა ბოლნისის გერბი ბოლნისის სიტყვა საიდან მოდის სულხან საბა ორბელიანსა განმარტება სიტყვა ბოვი ადგილი სადაც მოიპოვება ოქრო ვერცხლი და ასეთი რაღაცები რისი გამოდნობა შეიძლება 53 წელს დაბის სახელი მიენიჭა და 1967-ში მგონი უკვე ქალაქის ზუსტად არ ვიცი ახლა როგორ გითხრათ მაგრამ ძველ ქართულად არ მინდა რაღაცებში ჩავიხედო რა აი ეს არის ბოლნისის გერბი ზემოდან ციხესიმაგრე რაც ქალაქს ნიშნავს ბოლნური ჯვარი მე-5 საუკუნის საქართველოში მგონი ყველაზე ძველი ჯვარია რაც კი სადმე ეკლესიაზე ყოფილა აი აქ ძველ ქართულადაც აწია ბოლნისი ფერებს რაც შეეხება წითელი ფერი არის აი ეს მეწამული ბრძოლისა სამშობლო დაცვის ფერი თეთრი სისპეტაკე ნამუსი და რწმენა დროშა ბოლნისის აი კიდე ანუ დაკეცილი ახლა ქარი არ არის მაგრამ დროშა არის აი ესეთი ანუ ეს რო არის არა დროშა არის აი ესეთი ზუსტად აი ესეთი დროშა ყველა ქალაქს რაიონს აქვს თავისი დროშა და გერბი რო იცოდი თუ ვინც არის ეს რა კასპს აქვს წრე აღნიშნავსო მარადიულობას იმიტომ წრეს არ დასასრული აქვს და არ დასაწყისი ანუ მარადიულობას აღნიშნავს ბოლნური ჯვარი საქართველოს სიმბოლოა, ანუ ყველაზე ძველი ჯვარია, აი. ნახეთ, ვიღაცა ღვთისმშობელ ადამიანს გაუკეთებია თვითონ ეს ბოლნური ჯვარი მე-5 საუკუნის. აი ესია გამოსახული. ეს არის ორიგინალი. ეს ქართულად აწერია. ხო. ეს არის ბოლნისის რუკა, თვითონ ქალაქის. და კლარა ამინდა. მე და ბატონ დავითსა გვაქვს. ბატონო დავით. ერთი წელი გამომართვი. აი ესეთი რაღაცა, აი. 40 ლარი. გაშალე. არა ნიშნობა. ზედ სულნათი ილია ჭავჭავაძე ახატია. მოკლედ. რა მინდა ახლა გავაკეთო? ჩავალთ ახლა ბოლნისში, შევალთ ქალაქში. ნახავთ
ორ კაცმა 50 საჭმელი ხომ უნდა ვჭამოთ. შეიძლება ცოტა ვანოსაც დარჩეს. ხო შეიძლება? კი. ხოდა. ნახოთ ქალაქ ბოლნისში 40 ლარად რისი წამო შეიძლება და როგორი ხარისხის. ფოე რაღაცებში არსებობს, სადაც ჩვეულებრივი ხალხი დადის ბოლნისელები იქ მივართ. აქ იშვიათად გამოვილის თუ. ბოლნისში იცნობ ვინმეს? პირველად ყავს. შეიძლება იყოს არა, მე ეჭვი. არც მე არავის არ ვიცნობ, მაგრამ არ უშავს. წავიდეთ ახლა ბატონო დავით, ხო და? ნახე ლომებია და ნახე რა მაგარეწე, მე ბოლნისის ლომებს ვითვლიდიო. ვთლიდიო. ვთვლიდიო, მე ბოლნის ლომებს ვთვლიდიო. ამაშუკელის სიტყვებია. ეხლა წავიდეთ ბატონებო და ნახოთ 40 ლარად რისი ჭამა შეიძლება ბოლნისში. კი. ვარ ნავყოფი. სამწუხაროდ ცუდამბავზე ვარ ნავყოფი. გასვენებაში. მაგრამ არა უშავს. აქ ისე მაგარი თოვლი არის. თოვლი კი მოდის, კი ბატონო. გაზაფხული არა თოვლი. ეხლა წავიდეთ, შენ რა შეჭამდი მამენტა? რა წვაც. წვაც. მოკლედ წავდე ვნახოთ 40 ლარად რა მოგვია ბოლნისში. მე ძარ მაინტერესებს არ მიჭამი, არ წყოფილვარ. აი ესია ბოლნისში შესასვლელი სასტუმრო კავკასიონი აწერია. ლამაზად არის გაკეთებული ყოჩახ მუნიციპალიტეტს. გარშემო რაღაცა ნაძვებია, გამწვანებაა და შუაში კუნძულია. ეხლა ჩვენი ამოცანა უკვე ფაქტიურად ქალაქში შევედით რა. ვნახოთ რამე ისეთი ჩვეულებრივი, რავი, სადაც ხინკალი შეიძლება იყოს, მწვადი შეიძლება იყოს, სამწუხაროდ აქ არავის არ ვიცნობთ რომ მიგვითითოს, ამიტომ ცენტრისკენ მივართ ქალაქის და იმას ვიზავთ, რა ქვია, შევეძებით იქ მოძებნოთ რა, ისეთი რაღაცა რომ თავზე თოვლი არ დაგვდიოდეს და ნუ შედარებით თბილოდეს. აი ეგეთი რაღაცა. აი ბოლნისის რაო საავადმყოფოს გაუვარეთ. ხო არ ვიკითხოთ ვინმესთან, ბატონო ვანო, შენ რა სიტყვი? ბატონ დავით. ვიკითხოთ სადმე? ხო, დავი უნდა შაურმენიო, არა, მიდი, აბა ცოტა წინ მიდი. თვითონ ეხლა აქ ის რაღაცა მგონია რომ ჯერ რაღაცა შესასვლელში ვართ რა. აი ქვემოთ უფრო ისინი ჩანს. ბოლნისში კიდე რა უნდა მეთქვა, გერმანელების დასახლება იყო, ძალიან ბევრი ცხოვრობდნენ. ეკატერინფილდი ერქვა. ძველი დასახლება ძალიან გერმანელები ჩამოასახლეს და მე 53 წელში ყველა გერმანელი, ვინც ქართველზე არ იყო დაქორწინებული, გადაასახლეს შუა იმაში, რა ქვია, ყაზახეთში და შუა აზიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს გადაწყვიტეს, რომ ისინიო მოღალატეები არიანო, ხალხი აქ იყვნენ დაბადებულები. მესაქონლეობას ეწეოდნენ, მებაღეობას ეწეოდნენ, მეღვინეობას ეწეოდნენ და ასე შემდეგ. ნუ გადაასახლეს მე ამ ადგილზე ქართველები დასახლდნენ და მოსახლეობაზე მინდა 1-2 სიტყვა. რისი მუზეუმია? ბოლნისის მუზეუმი? თუ ღია იქნება შევიდეთ. კიდე მინდა თქვა რომ ბოლნისში 6140 კალი, ისა კაცია და 6490 ქალი, ანუ ქალები ჭარბობენ. ასე რომ რა ვიცი, თუ ვიღაცას ამ პრინციპში ქალების ეს მეტნიერენ, მოკლედ მოსახლეობა ეგრეა გადანაწილებული 6140 კაცი და 6490 ქალი. ნუ აქედან ბავშვი რამდენია არ ვიცი, აი პოლიციის შენობას გაუვარეთ და კიდე შეგვიძლია ბოლნისზე რაღაცები ვილაპარაკოთ, სანამ მივდივართ გზაში ვართ. შენ ხარ ბოლნისის მუზეუმში ნაყოფად? არა, ბოლნისის მუზეუმში რა. შევიდე დიდი შენობა. აი ნახე ბოლნისის ქალაქი დაერქვა მიდამოებში ძველთაგანვე არსებული მნიშვნელოვანი პუნქტების სახელწოდების მიხედვით. ბოლნისი წარმოდგება სიტყვა ბოვისაგან, სულხან-საბა ორბელის მიხედვით ბოვი არის ვერცხლის, სპილენძის, ოქროს მოსათხელი და გამოსადნობი ადგილიო. აი ეგეთი ინფორმაცია არის ბოლნისზე. და მოკლე იმას ვიტყვი კიდე რა ქვია ინფორმაციას. ქვემო ქალში იმყოფება ქვია ბოლნისი. ადრე ეთქვა ეკატერინფილდი. ქალაქად გამოცხადა 1967 წელს, ფართობი არის 4.5 კვადრატული კილომეტრი.
ოფიციალური ენა ქართულია, მოსახლეობა 8406 ადამიანი. რა ეროვნებები ცხოვრობენ? 99% არის ქართველი, 9% სომეხი, 1% ბერძენი. საფოსტო ინდექსი არის 1100 თუ 100-ია საფოსტო ინდექსი. 1100. ოფიციალური საიტი არის bolnisi.gov.g. მოკლედ მეგობრებო, აი შუამდეც მოვედით და ვნახოთ ახლა მოვძებნოთ ბატონოვანო, ვინმეს ხო არ შევეკითხოთ, ა? შემეძლოთ უნდა შევეკითხოთ. შეიძლება გზის პირათაც იყოს, ხო შეიძლება. ჩვენ რაღაც ფოე რამე არ გვინდა, ჩვენ გვინდა ისეთი სადაც ჩვეულებრივი ადამიანები დადიან ყოველგვარი ზიზილპეპილოების გარეშე. იაფი ორღა და გემრიელი. ნუ რასაც აქაური ხალხი თulis, რომ გემრიელია. აი, ვნახოთ მესხური ლავაშიო აწერია. მუზეუმში ვეჭველი გავდივართ. ა? მუზეუმში ვეჭველი გავდივართ. მუზეუმში ხო, თუ ღია იქნება შევიდეთ უეჭველი და უძველესი ადგილია ბოლნისი და აქ ნეოლითის ხანიდან დროიდან ცხოვრობდა ხალხი. ასე რომ უწყვეტად აქ ხალხი ცხოვრობდა და აქ დიდი კულტურა იყო და ამ ბოლნისის გარშემო არის ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლები. მაგრამ კლიმატური პირობების გამო და დრონის არქონის გამო ის იქნება, რა ქვია. რავი, აბა მივალთ რა. აი რაღაც კლინიკას გამოვარეთ. მოკლედ მეგობრებო, ეხლა თავს აღარ შეგაწყენ თვითონ ქალაქს ხომ ეხლაც ათვალიერებთ. აი ესეთი წყნარი კოპწია ქალაქია, უბრალოდ ჩვენ ესე დროს ჩამოვედით, რომ სიმწვანე არ არის, თორე არა უშავს, თოვლში და წვიმაში ხო უნდა ვიცოდეთ, ჩვენი ქალაქები გავიცნოთ. კიდევ ერთხელ გეტყვით, ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით. რა ვიცი, თითოლარიცო ჩარიცხოთ, ეგეც ჩვენთვის ძალიან მაგარი იქნება, რომ ამ პროექტის განხორციელებაში იოსებ თუ ჯორჯიასთან ერთად მოგვეხმაროთ. მოკლედ ახლა აბა მოვძებნით და ვნახოთ რა სიტუაცია იქნება. მოკლედ, ისეთ ადგილზე მოვედით. მერიისკენ ვიყავით რაღაცა იქ. რაღაცა დაფუძხუნე რო უთხრათ, რაღაც გადაღებას ვაპირებთ, ირატომაც არ ვიცი და იქ უარი გითხრეს და აი ეგ არის ეგეთი ბოლნისის ხინკლის სახე. აქ ახლო ბაზარიც არის. აუ ბატონო დავით, მანქანა არ დაგვიჯახოს. ხოდა აი აქ ნახოთ. ხო, კიდე რა უნდა თქვა, აქ რაღაც არ ჩვენი ბიჭაშვილებიან არც არაფერი. ეს ხალხი პირველად ვნახე, არც არაფერს რეკლამას არ უკეთებ. უბრალოდ ნახე ჩვეულებრივ ხალხი ზის აგერ იქით. ბაზარია, ანუ ბევრი ხალხი მოძრაობს რა და ჩემი გამოცდილება მეორე სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს. იქ ბევრი საჭმელი თიჭმევა და ბევრი საჭმელი ქება არ აძველდება, ბატონო დავით. და ხოდა მოდი ახლა შევუკვეთოთ, ახლა შევუკვეთოთ. და ის რა ქვია, ნახოთ აბა რა მოგვიტანა. სულ აქვს 40 ლარი. ბატონო დავით ნუმესით. მოკლედ მეგობრებო, აი ნახეთ რა მაგარი ხედი გვაქვს აქედან. გერმანული ლუქსემბურგი. ხედი აქედან არის გაახედე რა ვანო რა თუ მარტო მე მიხებ. მარტო შენ გიგებ შენ ხო მაგარი. შენ ვიღებ დოკუმენტურს არა. შენ ბოლნისზე ვიღებ დოკუმენტურს. ანა ბოლნისი ესეთი ძველია რომ რა ვიცი ჩვენ ერთი დღე ჩამოსვლა და რაღაცა არ მოგწევს ამის საშუალებას. მოკლედ საჭმელზე ვილაპარაკოთ. 40 ლარი რა მოგვივიდა? მოგვივიდა 2 კუპატი. ანუ თითო პორცია ერთ ბატონი დავწ 1 და 10 ხინკალი. წესით ადამიანი მაგითო დანაყდეს. ლუდი და ის რა ქვია, ლიმონათი აღარ მოგვივიდა. ამიტომ ბიუჯეტი ხო იყო 40 ლარი გამოყოფილი. ცოტა დავამატე სასმელი ამაში არ ითხოვს. მხოლოდ საჭმელი, იმიტომ რომ ნახოთ აბა რა იქნება, მე ხლა შევუკვეთეთ. ხო, კიდე აქ მაგარი ხალხი შეხვდა ბოლნისელები. დავილაპარაკეთ რაღაცა და ეს ამბავი მოწონწალი, რა? კარგი სივრცეანი, ანუ იქიდანაც არის დარბაზი, რომ იქაც ჭამოთ აქ. ხო, სისუფთავია და რაღაც ძალიან ისეთი კაი. გარემოც კაია. რაღაც არ მოველოდი, იმიტომ რომ რაღაცა მეთქი ბაზართან ახანახოა, მაგრამ როგორც ეთქობა ხალხი? არა, მოვლილი რა. მოკლედ ეხლა მოგვიტანენ.
რა უნდა გითხრათ, ხინკალს დიდი დრო დაჭირდება ალბათ რაღაც. 9 საათი მაინც აჭირდება ახლა. თუ ძალიან ადრე მოგიტანეს ჩათავლეთ რომ ვიღაცის ბაგი დიდა ნახებული. აბა ხინკალი 5 წუთში როგორ უნდა მოგიტანოს, შანსი არა. ხოქშია. ხოდა მოკეთე ხა დავალოდოთ, ნახოთ აბა რა მოვიდა და რანარი გემოსი იქნება. შემოაზრეთ გაიქნება. რა, ბლომად იყვნენ ხალხი რომ შემოვიდა. ო, ცუდ ადგილზე ხალხი არ დადის, არა, კაი, აბა მაშინ ნახოთ. მოგრე ხინკალი მოიტანეს. რატომაც მეგონა რომ კუპატი მოასწრებდა, მაგრამ განისხვეთი სხვიში სუფრიდან არის. ბატონო დავით. სხვიში სუფრიდან. მოვაყარო? არა, 9 საათი ველოდი. მოვაყარო? მოაყარო. ბევრი? რამდენიც გინდა? ეგეთი გაცვეთილი ანეკდოტია რომ მოვაყარო, ხო მოვაყარ, კიდე და რა მამაინს იმას არ ავჭა. მოკლედ ნახოთ ბოლნისში როგორი ვაი როგორი ხინკალი გედება. ხინკალს ნუ ჩააფრინდებით დაინტერესდა ჩანგლა. ბატონო დავით ეს კუპატისთვის შემოვიდა. ხოდა კიდე რაზე თქვა, ამაზე შეგეთქვით ეს 40 ლარი. საჭმელი ორი ადამიანისთვის. ბევრი იყო თუ ცოტა? აბა გავხსნე. ეს მაგაზად ჩააფრინდი ლიმონადს. მაინც გავხსენე რა. ჩაიფიქრე რამე ბოლნისში ხარ პირველად და თან პირველად აჭამ ხინკალს. ბოლნისში. ო წყლია. წომიერი თხელი. ბულიონიერი გემრიელი. ბატონო დავით. გვერდზე ჩაკვიჩე. ხუცი პროცესი. ხო, წყლია ჭიმეც. აცადე რა, ეხა შენ ხო ჯარში არ ახარ ჩემსავით ნათრევი, ასე რომ მაინც ადამიანი ჩემ რაღაცებს ნუ გაიმეორებ. რა მე ხალხი ვიცი პირდაპირ ხელს აჭამს. შვენიერია. წვენი აქ ბლომად. ოუ. ამდენ წვენი აგენა. პელიჭრომა. ბატონო ვანო, რომელი ხინკალი შევუკეთეთ? ხო ვერ გახსოვს. გონი კალაკუ. ჰა? კალაკუ, ხო? რამდენი წვენი? ო, ძალიან გემრიელია. მოდი. ბატონო დავით. ლუდი თვითონ სადეგძელოს. კალაკურად, რახან კალაკურ ხინკალს აჯანა. მერავი ვინ როგორაო თეორიული ლუდი სხვა რაღაცაა და იქ ხალხი ლუდით ერთმანეთს ადეგძელეს. ესეც გარემოის და სოციუმში გავიარდი რომ ლუდით უგუმას ადეგძელებს იძახიან. მოდი მეც ეგრე ვიტყვი რა. და კუპას დაველოდოთ ამაშევ ჩამ და ვნახოთ როგორ იქნება. ბატონო დავით, ვინ შარშან იყო მოსაკოდომი და დღესაც ცოცხალია, აი მათ გავმარჯოს ამ ლუდით. აი. ჩვენი 5 ბალიანი სისტემით 4 ბალი დაეწყო, არა, 5 ბალიიდან 4. იმიტომ რომ მე ხინკლები ვიჭამია ანგელოზი. კიდე სხვა რაღაცა. მეც 4 ნახევარი. 4 ნახევარი? ძალიან მაგარია, ამდენი წვენი იყო რა. კაი, მოდი ახლა კუპას დაველოდოთ. ბატონო დავით ხინკალზე რაზე? ხინკალი იყო ძალიან გემრიელი. ეს ხინკალი ერთი. ხინკლის ხარისხი რითი იზომება, იცი? თომი უნდა იყოს თხელი, ეგ ერთი. ზომა არ უნდა იყოს პატარა და არც აი ამ ხელა არ უნდა იყოს, ძალიან დიდი. საშუალო. საშუალო. მოდი, ახლა შენ ისეთი ბები აკავს, ისეთ კუპატებს აკეთებ, შეიძლება კუპატით ვერ გაყვიდე, მაგრამ აი ეს ათი ხინკალი იყო, რავი, ჩემთვის ნორმალური რა. აი ახლა ესეც რომ დავაყოლო, კეცით მოიტანეს. ბიჭო ნახე რაღაცა გადმოასხა წვენი. ახლა მე შენ გადმოგიღე ბატონო დავით. აი ეს. ხახვი. ხახვი ძალიან მაგარია. შენ. მოდი მე პირდაპირ კეციდან ეს იდეაში ორ ადამიანს უნდა იყოს. ნუ ორ ულუფად ითვლება რა. გავსინჯოთ. დიდი ხანი კეთდებოდა საკმაოდ წარმოიდგინეთ. არა, ხინკალმა მოასწრო. და
ხინკალმა მოასწრო და მე კიდე ველოდით რა. Cercu poate și cea mea. ცხელია ძალიან. ყემალი. Თხემალ თებჟედესი კუპატი არის შიგიდან კარგად გატარებული. რაღაცა ნაზი ხორცია. გინდაში? არა, კონდეს მანდ. და რასტავალი არის წვნიანი. შეიძლება წვნიანი ხო? ყემალის კაია. მოდი მე პურზე დავსვა ყეთში ყემალის ჩასმა მაინცა და მაინც არ არის კაი იდეა. მე სოფელ მათხოში ყემალი მაგნაჭა მე აი სიყვაი. ყემალი არის უჩემპიონესი. ბატონო ვალო მე შენ ყემალნო გაგაცი ჯობიცი რომ ყემლის ფანი ხარ და შეიძლება ექსპერტობაზეც აქონდეს პრეტენზია გამორთვი. აბა ნახე. ვარა ყველაფერი აქ აი ესე ხოშიანად გამჭდარი. პურიც კაია რბილი. პური ბილი ქაბაბი წვნიანი ვარ ბოლნიში 40 უპატი. შოქში ხარ. მე შოქში ვარ. კულტურული შოქი გამწადე. ბოლნიში მოხდებით მოდით ბაზართან, ქვია ხინკლის სახლი. მაგრამ ორაგულებიც იყო და რაღაცეებიც რა. კალმახებიც იყო ფრიებიც იყო რა. 40 ლართ მოგვივიდა 10 ხინკალი და 2 ულუფა აი ესეთი რაღაცა. ანუ თვითონ 20 ლარო დადო, მე კარგად. სულის თავზე 20 ლარო დადო? კი ბატონო. და თუ აქ მოხვალთ აუცილებლად ეს გასინჯეთ. ყემალი. მოყვება ანუ. არა, მე ახლა რავი, პირი ქვისკენ მიქნი არიან არაკეთის ინდესიერი ადამიანები, ვინც აკეთებენ ამას ყარსტურებენ და რამე, მაგრამ ეს რა იყო ხა? ხახვის უშენ აიღე და ჭამე რა. 40 ლარად სხვა კომბინაცია შეიძლება ხაჭაპური აგვეღوان რაღაცა, მაგრამ არა, ცომეულიც აქვს. ხო, გადავწყვეტ რომ ეს გვეჭამა. მოკლედ, მეგობრებო, აი ეს იყო სულ ბოლნისის ისტორიაში ოდნავ ჩაგახედეთ. თუ ვინმეს გაინტერესებს, აკრიფეთ ბოლნისი და იქ იქნება უამრავი ინფორმაცია, თავისი ფოტოები და რაღაცა. თუ ამნაირი იმაში დაგვეხმარებით, ძალიან მადლობელი დაგჭებით. ვიდეოს მე და არ იმას კუპადის მოყვარული, მაგრამ მაინც გემრიელია. შენ არა ხარ კუპადის მოყვარული, ძალიან მაგრად კი რუკმები. პირადობის ნომერს დავწოვებ და რა ვიცი. თუ დაგეხმარებით ხო კაი, თუ არ დაგეხმარებით ეგეც კაი. მოკლედ, ამით გამოვიშტოთ ბატონო დავით, ჩვენ მაყურებლებს ჩამოდით ბოლნიში, მოგვწადეთ სხვა ქალაქებშიც ვიმოგზაურებთ. საშუალების და მიხედვით რა, ყველა ვარენჯი შევეცებთ რომ 62 ქალაქში ჩავიდეთ და გაჩვენოთ პატარა ისტორიას მოგიყვებით იმ ადგილზე და პური ჭამოთ. ბიუჯეტი გვექნება 40 ლარი, არც მეტი არც ნაკლები, უბრალოდ ამას 5 ლარი დავამატეთ ლუდის და აი ამ რაღაცა ლიმონადის. არ გაგზავნებოდეთ, შემდეგ ვიდეო.